მოგესალმებით. მოკლედ, ისე მიეწყო, რომ ორი Mercedes-ი გადავიღეთ და ეხლა BMW რო არ გადავიღო. მაგის შანსი არ იყო რა. ხო და მოკლედ, დღეს ჩვენ ვიდეოში გვეყოლება ლეგენდარული BMW-ს კუზაო E39. მეც მოგესალმებით. საბამ უკვე ისაუბრა იმაზე, რომ ორი Mercedes-ი ყავდა და მეც ანალოგიური უნდა თქვა რა. ამის წინა მანქანა იყო 200-ი, პირდაპირი კონკურენტი ამ ულამაზესი E39-ის. 200-ზე ძალიან ბევრი აზრები ჩამოყალიბდა უკვე, მაგრამ ეს მანქანა იცი როგორი მანქანა არის? BMW-შნიკს ხო უყვარს, ავტომოყვარულს ხო უყვარს. ნებისმიერი გავლელი, ვინც ამ მანქანას დაინახავს, ხო უყვარს. ერთადერთი შეიძლება იმას არ უყვარდეს, ვისაც Toyota უყვარს. იმიტომ რომ Prius-ის იქით მანქანა არ უნდათ რა. 200-ის ვიზუალზე ძალიან ბევრი თქმელი იყო, ასე ვთქვა რა, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, უმეტესობას არ მოსწონს, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ რა. ძალიან ბევრი მასზე უკეთესი და მასზე ლამაზი მანქანები დადის, მაგრამ ეს მანქანა, ეს E39 BMW-ს გამოვიდა სასწაული რა. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელია ამ წლებში მით უმეტეს რა 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში. ეს ხო BMW-ს ოქროს ხანა იყო, ეს ხო იყო ეპოქა, როდესაც ჯერ კიდე ხარისხიანი მანქანები გამოდიოდა და მაგ ხარისხის ერთ-ერთი ეტალონი იყო E39. ნუ ამის M5 ვერსიაზე საერთოდ აღარაფერს აღარ ვიტყვი, მაგას მაგაზე ცოტა ხანში ვისაუბრებ, მაგრამ მოდი ჯერ კონკრეტულად ამ მანქანაზე ვისაუბროთ. როგორც ხედავთ, ეს მანქანა არის M-ის ვიზუალზე აწყობილი, ამიტომ M-ის ფოტოების ჩაყრა დიდად არ მოგვიწევს რა, თუ როგორ გამოიყურება M5. ეგ სხვათა შორის ძალიან გავრცელებულია, რომ საქართველოში ეხა დარწმუნებული ვარ, ყველა ხედავს E39-ს რა. ყოველი მეორე, ყოველი მესამე E39 მაინც ეხა ამ შიტოკებზე არის, ამ ბამპერებზე არის და M-ს გავს. სარკეები არის განსხვავებული. არის? სარკეები არის განსხვავებული. ხო, ნუ სარკეები, M-ის სარკეები, M-ის სარკეებისთვის. ხო ეს რაც ხდებოდა. M-ის სარკეების შეიძლება კაცი დაეკუჭა. ეგ აი ხელი გამოეჭრათ რა. ნუ ეგ ცნობილი ფაქტი არის. E36-ზეც ეგრე იყო, E46-ზე ეგრე იყო. ხო, E46-ზეც ეგრე იყო. მოდი ერთი თითოეულა სიტყვით ვისაუბროთ ამის ვიზუალზე. აი, ბევრი საუბარი ამას არ ჭირდება, მაგრამ მე რისი თქმა მინდა რა, ეს BMW E39 ჩემთვის არის BMW-ისთვის ბალანსის ეტალონი. არა განა იმიტომ რომ წონის გადანაწილება აქვს 50-50-ზე, ეგ არ ვიცი არა აქვს, მე მგონი არა აქვს წონის გადანაწილება 50-50-ზე, მაგრამ ამ ვიზუალს რომ ვუყურებთ, ამ ვიზუალში გაერთიანებულია სედანი, რომელსაც გამოიყენებს საოჯახოდ, რომელსაც გამოიყენებს სახულიგნოდ. ნუ ეხლა წარმოგიდგენიათ როგორ მოუხდება ამ მანქანას შავი ფერი და ვერცხლისფერია პარალელი დისკები. 200-ის ვიზუალზე უკვე ყველა ვისაუბრეთ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ და ნუ მოდი ვთქვათ რომ წინაფარები ეხლა 200-ზე მახინჯია რა. ყოველ შემთხვევაში უმეტესობა ეგრე ფიქრობს რა და ამას რაც შეეხება, ამას შეხედეთ ხალხო უბრალოდ რა. ამას შეხედეთ. უბრალოდ ამ ფარს შეხედეთ, მაგრამ მით უმეტეს მაშინა შეხედოთ. როდესაც ერთ კლიკს გავაკეთებთ და აი ასეთი სილამაზე გამოჩნდება. შეიძლება კარგად კადრში არ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს მანქანა საღამოთი არის ულამაზესი. როგორც ყოველთვის ეხლა ვიზუალით დავიწყეთ და სიტყვი ერთ-ორ სიტყვას ამ მანქანის ვიზუალზე, იმიტომ რომ ზოგადად მე BMW-ს მოყვარული ვარ. და როგორც ვანო მისაუბრა, მარტო BMW-ს მოყვარულებს კი არა, სხვა მანქანის მოყვარულებსაც ძალიან მოწონთ ამ მანქანის ვიზუალი და წარმოგიდგენთ მე როგორ მომწონს. ერთ-ერთი გამორჩეული ვიზუალი არის შემთთვის ზოგადად BMW-შიც და არა მარტო BMW-ში. მით უმეტეს, როცა ფიქრობ შენ და ხვდები რომ ამ მანქანაში გაქვს ესეთი მაგარი კომფორტი, ესეთი მაგარი სალონი, ყველაფერი ამ გამძლეობაც და ასე შემდეგ და მანქანა გამომდინარე კიდევ უფრო ლამაზდება და ლამაზდება ნენა ეს მანქანა და მით უმეტეს BMW რო არის ჩემთვის ვაფშე ლამაზია. აი ყველაზე ლამაზია. მანო სამანქანის უკანა მხარეზე არ უსაუბრია და მე გესაუბრებით რა პრობლემა არის. რისთვის ვარ ამხელა
BMW-შნიკი და BMW-ს მოყვარული კაცი. რაც შემიძლია თქვა ამანქანის უკანა მხარეზე არის ის, რომ ეხლა რო ესეთი ლამაზი ნასაკები უყენია, ცოტაში ეს აღარ ეყენება იმ ჩვენი მაგარი კანონის გამო, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენც არ ვეთანხმებით ნაწილობრივ, იმიტომ რომ ძალიან უსამართლოა. რა თქმა უნდა ემის უკანა მხარე უფრო ბევრად ლამაზი არის ემის ორი გამშვები რო აქვს და 4 ვიხლოპი, რა თქმა უნდა ბევრად ლამაზი არის და აბალანსებს თქოს უკანა მხარეს, მაგრამ ამას რო ეხა ეს არის 2 და 5 ძრავით როგორც უკვე გითხარით თუ არა კი გითხარით. როგორც გითხარით ეს არის 2 და 5 ძრავით და ეხა ამას რო ეყენოს 4 ვიხლოპი, ნუ არ იქნებოდა ეს ლამაზი და ყველა ვიცით რომ არ არის ემი, არ არის 8 ცილინდრიანი და არ ჭირდება ამას 4 ვიხლოპი. სხვა რა შეიძლება ამ მანქანის ტრაკზე რო ვისაუბროთ. ანუ იმენა ამას მანქანის უკანა მხარეს ვერ უწოდებ. ეს არის მანქანის ტრაკი. მე ზოგადად ამ მოდელში ყველაზე მეტად რაც მომწონს და ზოგადად მანქანებში რაც მომწონს არის სედანის ვიზუალი, რომელიც არის დაბალანსებული. რა სედანი არის ყველაზე დაბალანსებული ვიზუალის მქონე მანქანა. იმიტომ რომ წინა მხარესაც დაახლოებით იგივე ზომა არის და უკანა მხარესაც იგივე ზომა არის და მაგიტო არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ყველაზე ლამაზი BMW-s მოდელი. ასევე 1-2 სიტყვა მინდა ვთქვა. ერთგვარ წამოჭრის სტერეოტიპზე რა, ანუ BMW-s მითზე როგორ ვთქვა, ანუ ფუჭებადია. დაკტოვებს ძმა და ეგეთ რაღაცეებზე რა. ჩემი აზრით ეგ სიმართლე არ არის რა და ეხლა ახსნი რატო. ეს კონკრეტული ავტომობილი უმაგრესი ეგზემპლარია, უმაგრესი პატრონის ხელშია, ძალიან უვლის, ძალიან მოწესრიგებულად დადის. აი, წესრიგი ჯერ მარტო სად უნდა ვნახოთ წესრიგი, მოგდანდით. აი ხაშ კი სავსე არის საბარგული, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ როგორ თავის ადგილას უდევს ყველაფერი რა. ცეცხლმაქრია. შეიძლება იმედი არ დასჭირდება, მაგრამ ცეცხლმაქრია, ეგეც კი თავის ადგილას არის რა. აი წყალსად უღებს BMW, ფუჭდება, ის იმაშვება, ამაშვება. მოდი ქართული რეალობას გავუსწოროთ თვალი რა. BMW-ს ვინც ყიდულობს, ყიდულობენ ძირითადად 18 წელს ზემოთ ყოფი ახალგაზრდები რა, 25 წლამდე შეიძლება მაღალი ასაკის ხალხი ყიდულობს, მაგრამ BMW-ს თუ ყიდულობ, ყველა ყიდულობს ძირითადად მექანიკას, რომელსაც ამ მოარტყავენ, გაწყვეტენ წელში, დრიფტი, დრაგი, ბურნაუთი. აი ამ ყველაფერს რომ მანქანას უკეთებ გავფუჭდება, მაგრამ მოუვა. ეხა კი ამ მანქანის ყიდვისას 1-2 პრობლემა შეექმნა პატრონს, რომ რა პრობლემებიც ნამდვილად არ დაფიქსირებულა 200 საათში სიტყვაზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაგის მერე ეს მანქანა არის იდეალურად გამართული. ზვანომ დაიწყო ლაპარაკი, იმდენი ლაპარაკა უკვე ამ მანქანაზე, რომ რავი, მე ვარ BMW-შნიკი თუ ეს ვეღარ გავიგე რა, იმენა ყველაფერი ლაპარაკა დამაყენეს და მე ვერაფერს ვეღარ ვლაპარაკობ. აღარ დაჩა სალაპარაკო. დისკები უნდა ნახოთ უეჭველი ამ მანქანის, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი დისკები არის. ჩემი აზრით პარალელების მერე ყველაზე მეტად ეს დისკები უხდება ამ მანქანას, სხვა დისკები მე მაგალითად ვერ მოვახდინე, იმიტომ რომ მარშალ ლამაზი არის, თავისი არის, ემის დისკები არის და ძალიან უხდება. ანა ეს მოდი ანახევანო. ეს პიკები რა, ეს არის სერიოზული. ეს თემუდან გამოწერილი არ გეკონოთ, თემუდან გამოწერილია. ეხლა მეტალურ განხილვას არ დავიწყებ სალონის ჯერ, სანამ არ გავივლით, მაგრამ უბრალოდ ერთი უნდა გითხრათ, რომ ამ ჯდომის მანერაზე, ჯდომის სტილზე უნდა გითხრათ რა. როგორც ყველა BMW-ს ამასაც რა თქმა უნდა აქვს ნამდვილი BMW-შნიკური ჯდომის მანერა, ანუ ეხლა აი შეხედეთ როგორ ზივარ პოსტა რა. იმენა აი წელში ვარ ესე, აი ესე რა. და სხვათა შორის ეს ძალიან დიდი კომფორტი არის. იმიტომ რომ დაბლაზი ხარ, თავი გიდევს იმინა იდეალურად ამ იმაზე ბალისზე, BMW-ში რა. BMW-ში არ არის, მაგრამ თავი გიდევს იდეალურად და ნუ სალონის ხარისხი და ასე შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ უბრალოდ ჯდომის სტილი მინდოდა მენახებინა. პატრონო კი ვითხრა მანქანაზე რომ არის გადავოთო, მაგრამ რა უყოთ ხა აი როგორ გინდა რომ ამაზე არ გაგეცინოს კაც. მოდი ვანო. რადევს BMW-ს კარებში, ბაგაჟნიკში არ გეუნებით, ანუ იქ აღარაფერი აღარ ამოგეგეთ იქ. წყლის ბოთლი. კლუჩი და ყველაზე მთავარი ბენზონაზეს. უკან ადგილზეც ვისაუბროთ, სანამ დავიზრებით და უშუალოდ სალონზე გეტყვით. უკან დიდი ადგილი არ არის. სიმართლე გითხრათ, პირდაპირ ვიტყვი, მოდი აღარ დავმალო, პატარა ადგილი არის უკან. ნუ ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის მეტრ 88 ვარ და ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის საკმაოდ პატარა ადგილი არის. ნუ რა თქმა უნდა, როცა წინ BMW-ს ნამდვილი მძღოლი ზის, რომელსაც ბოლომდე აქვს უკან მოცეული სკამი. ბიჭო, ეხა მოვჭით გადახებას რა და რავი, მე მგონი წყალმა დაიწია უკვე და რო ჩამოგორდეთ პროფილმა ხო არ იქნება. მოკლედ, ამ მანქანის სალონზე ბევრი არის სასაუბრო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი სალონი არის. მე პირადად ძალიან მომწონს.
და BMW-ს ხასიათი რაც მთავარია, ძალიან მაგრად ჯდება რა. პირველი საიდანაც მინდა დავიწყო, ეს არის საჭე. ეს არის M-ის საჭე. M-ებს ეყენათ ეს საჭე, თვით M-ებს ეყენათ ეს საჭე და ნახე მომრავლე საჭე არის. ზოგადად სალონს ვიზუალი აქვს ძალიან მაგარი. ეს თეთრი ესენი კანტები Mercedes-ისგან განსხვავებით. ამას აქვს თეთრი. Mercedes-ს აქვს როგორც იცით, მაკაგონი და ეს მე ბევრად მიჩვენია რა. იმიტომ რომ ვიზუალში უფრო მაგრად ჯდება ამ მანქანას მიმართებაში, მით უმეტეს გაიდან რომ ვერცხლისფერი არის და ვერცხლისფერი კანტები აქვს, აი ძალიან ლამაზია, ძალიან მოწონს. ხო, სიდენიებსაც შეეხება, არის ალკანტარას სიდენიები და მე სიმართლე გითხრათ, ყავის სიდენიებს ბევრად მიჩვენია ალკანტარას სიდენიები. როგორც 200-ზე ვთქვი, ამ მანქანაში იგივეს ვიტყვი, რომ სალონზე აი თეთრიანი არ არის დაზოგილი, მართლა პირიქით მოყრილი აქვს ამასაც ყველაფერი, აი ხარისხი, რასაც ხელით ეხები, ყველაფერს არის იდეალური და ეგ ძალიან მომწონს. ამასაც როგორც 200-ს აქვს მძიმე მანევრი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანქანაც არ არის მსუბუქი ხა. ცოტა მძიმედ შედის მოსახოვებში, მაგრამ 200-ზე კარგად მაინც შედის ჩემი აზრით. სალონზე ვერც აღარ ვილაპარაკებ რა. სალონი უკვე ძალიან ბევრი ისაუბრა. მე უბრალოდ მინდა ერთი შედარება რა. ჩემთვის 79 არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული BMW. აი, ეგრევე ვიტყოდი რა, ძალიან ბევრი, ანუ მეხუთე სერიები, რა თქმა უნდა, რამდენიმე არის, S60, F10, F90, E34, G90-ს აღარ ვთვლი, მე სიმართლე გითხრათ რა. და არ ვიცი ხა, მაგ თაობაში მინდა რომ შევადარო, აი, ნებისმიერ BMW-ს რომ შევადარო რა, ამაზე დაბალანსებული სალონი ჩემთვის არც ერთ BMW-ს არ აქვს რა. არც დიდი მონიტორი არ აქვს, შეიძლება რაღაცა კომფორტი შეიძლება, ანუ კომფორტი, ძალიან კომფორტული მანქანაა, ძალიან კომფორტული სამართავი და ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს, მაგას აღნიშნავდი კიდე. მაგრამ აი დიზაინს მინდა უშუალოდ შევეხო რა. ხარისხზე აღარ ვისაუბრო, სამ ვისაუბრო უკვე. დიზაინს მინდა უშუალოდ შევეხო რა. ამის დიზაინი, გარე დიზაინს ძალიან უხდება რა. მოგალთ მიიწურა უკვე ჩვენი ტესტ დრაივიც რა და სანამ დასკვნაზე გადავიდოდე, ეს აი სამწუხაროდ გადავიდოდ, მაგრამ მაგარი კურიოზი მინდა აღნიშნო რა. რუსული მანქანები რო გამძლია გენაცვალე, ორი კარგი ალალი ბიჭი მოვიდა, ლადათი, ჟიგულით, ясно, აი ლეგენდა მანქანით მოვიდა რა და უბედური ჟიგულით მოგვაქვს. თეთრი რაშით. ეხა აი სტერეოტიპზე რო ვლაპარაკო, აი ზუსტად მაგაზე მეშლება ნერვები, BMW დაინახეთ გაჩერებული და კითხეს დახმარება ხო არ ეც სიტყვით. დასასრულს მივახვალ და ჩვენი ტესტ დრაივი როგორც მიხვდით. მინდა რომ ყველას მადლობა გითხრათ, ვინც უყურებთ ჩვენ ვიდეოს წინა ვიდეოებს. ორი ვიდეოთი უკვე 4000 ნახვაზე ავედით, ჯამში 4000-ზე მეტ ნახვაზე ავედით ჯამში, რაც ჯერჯერობით კარგი არის, დასაწყისში შვენიერი არის. მე მაგალითად ძალიან მოყოფილი ვარ ვანოც, მაგრამ ამ ვიდეოზე და ამის შემდეგ ვიდეოებზე უფრო მეტი ხარისხს დავდებთ ჩვენს, შევეცდებით რომ უფრო კარგი ვიდეოები გადავიღოთ და რა თქმა უნდა თქვენგანაც უფრო მეტ აქტიურობას ველით და ჩვენი გადატენილი გამომწერები ერთი სიტყვით უკვე გადატენილი 103 გამომწერი ვარო, 104 გამომწერი ერთი გადატენილი გამომწერია. მინდა რომ უფრო გავბევდეს, უფრო ბევრი გადატენილები გავხდეთ. მოკლედ, ბევრი გადატენილი მაყურებელი და ბევრი გადატენილი გამომწერი გვინდა კიდევ და ჩვენც რა თქმა უნდა არ გაგიცრუებთ იმედებს და ბოლომდე შევეცდებით რომ ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი დრო, ფული და ყველაფერი ჩავდოთ ამ ვიდეოებში და წინა ვიდეოს კომენტარებში დავწერე მე რომ შემდეგ ვიდეოში ხმა გამოსწორდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეგ ვერ მოვახერხეთ ვიყიდეთ პედლიჩკები, მაგრამ არ მუშაობდა ისე როგორც გვინდოდა, ცოტა ჩხიალი წერდა ხმას, ცუდი პედლიჩკა იყო ეს თვით და არ გამოვიდა სამწუხაროდ ამ ვიდეოს პედლიჩკებით გადაღება. ნუ სალამაც როგორც აღნიშნა, მართლა უღმესი მადლობა. ნუ ორ ვიდეოში, ეხლა თანამედროვე YouTube-ის სტანდარტებისთვის ეხლა 4000 ნახვა ორ ვიდეოში, ნუ არაფერს არ წარმოადგენს შეიძლება სხვისთვის, მაგრამ როდესაც ახლად იწყებ კონტენტს, ახლად ქმნი ყველაფერს და სრულად ნულიდან იწყებ, ნუ ორ ვიდეოში 4000 ნახვა მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი შედეგია, ამიტომ ყველას დიდი მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, subscribe-ისთვის, აბსოლუტურად ყველას დიდი მადლობა და ნუ იმედია ამ ვიდეოთიც დავამტკიცეთ. და მომავალშიც დავამტკიცებ და ეხა იმას ავადებ და მომავალში საუცილებლად დავამტკიცებთ რომ ხარისხი ყოველთვის განვითარდება რა, ერთ დონეზე არ გავჩერდებით, ყოველთვის წინ და წინ, რა თქმა უნდა ეგ შეძლების დაგვარად იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეცდებით რომ საუკეთესო ხარისხი შემოვთავაზოთ და იმას ეხა ჩრდილი და მხედავ რომ მაგრად მაიმუნებს რა და ავადებ იმენა რა. ეს ვიდეო არ გიგონოთ რომ მე ხა ამ მანქანაზე ბევრი კარგი რაღაც არ ვილაპარაკე რა. უბრალოდ ვანო ისე იმდენად კარგად ილაპარაკა და იმდენ ბევრი ილაპარაკა
მაგიდან გამომდინარე ჩემი სალაპარაკო აღარაფერი აღარ დარჩა, თორე ეს მანქანა იმდენად მიყვარს, რომ თქვენ აი ვერც კი წარმოიდგინეთ. ვით უმეტეს BMW-ში ვარ კიდე ერთხელ გამომდინარე. მოგეთ, დღეისთვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა. საბაც მეთანხმება დარწმუნებული ვარ და ეხლა გვერდზე ამოუდგები რომ აღარ იმაიმუნოს. ბატონო, კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა ყველას და რავი, დღეს დაგემშვიდობებით და შემდეგი მანქანა დიდი ალბათობით უკვე იცით რა იქნება.